პროფესიონალური რჩევები და მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარება. გადაცემა ნოვა. მათთვის, ვინც დაკავებულია რემონტით და მშენებლობით. თქვენს აქტუალურ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში პროფესიონალები უპასუხებენ. ნოვა. დაზოგეთ დრო, იყიდეთ ხარისხი. გამარჯობა, ეთერშია გადაცემა ნოვა, წამყვანი საზაჭითან გახლავართ. კომპანია ნოვას ახალი პარტნიორი ტემპო, ამ სახელწოდების საღებავებია ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემა. სტუმართან დიალოგამდე ტრადიციულად შეგახსენებთ ჩვენთან ურთიერთობისთვის უნდა აკრიფოთ ნომრები 917778 და გამოაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება SMS-ით რადიომსმენელებო, რადიომაც კომპანია SMS გოუზნულყოფს, SMS გზავნის ღირებულება თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ თასში ადგენს. პირდაპირ ეთერში მოსახოდრად დარეკეთ რადიო იმეჯი ნომრებზე 292 1188 292 1189 და დასვით კითხვები. ან შეგვეხმიანეთ Facebook-ის გვერდზე, ქართული ასოებით Facebook-ში აკრიფეთ ნოვა. ნოვა. დაზოგეთ დრო, იყიდეთ ხარისხი. რომა კვიციანი კომპანია ნოვას გაყიდვების მენეჯერია. დღეს რადიო იმედის სტუდიაში სტუმრად მასთან ერთად ვისაუბრებთ სიახლეზე, გერმანული ტექნოლოგიით დამზადებულ თურქულ საღებავ ტემპოზე. ამერიდან კომპანია ნოვას მაღაზიათა ქსელში უკვე მოხმარებელ საშუალება მიეცემა შეიძინოს ტემპოს სახელწოდების საღებავები. რომასთან ერთად ვეცდებით გავარკვიოთ, რითი გამოირჩევა ამ ბრენდის საღებავები, რას წარმოადგენს ზოგადად ტემპო და როგორია მისი ფასი. რომა, მოკლედ რო აღვიწერო, როგორი ხარისხის პროდუქცია ის, რასაც უკვე ერთად თქვენ ნოვა და ტემპო შესთავაზებთ მომხმარებელს. ხარისხი რაც შეეხება, პირველ რიგში მოგესალმებით. ხარისხი არის ქართული ბაზრისთვის შესაბამისი და ასე ვთქვათ, მაღალი ხარისხიანიც გვაქვს, ანუ ტემპო თვითონ საღებავის ფირმა არის, რომელსაც აქვს რამოდენიმე სეგმენტი თვითონ მომხმარებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ანუ არის ჩვეულებრივი საშუალო დონის მომხმარებლისთვისაც და მაღალი დონის მომხმარებლისთვისაც შესაბამისი საღებავები. ანუ აქვს პროდუქცია ხელმისაწვდომი იაფი და მაღალი ფასები. ხელმისაწვდომი, ანუ მაღალი ფასები ქართულ ბაზარზე არსებულ საღებავებთან შედარებით, ანუ ტემპოსთვის რაც შეიძლება ითქვას, რომ მაღალი არის, გაცილებით უფრო დაბალი არის იქიდან გამომდინარე, რომ არის ახალი ბრენდი, არის გერმანული ტექნოლოგიით დამუშავებული და უფრო ასე ვთქვათ გამარტივებული მეთოდებით მიღებული საღებავი, რაც მის სიაფეს უზრუნველყოფს დღევანდელ ბაზარზე. მოდი ცოტა რომ დავკონკრეტდეთ, რადგან ფასებზე ვსაუბრობთ. მაგალითისთვის რო შეგვიდა რომ მისი ფასი თქვათ სხვა პროდუქციასთან. ფასებს რაც შეეხება, მინდა აღვნიშნო, რომ ახლა ბოლო პერიოდში, ანუ საახალწლოდ ნოვას ძალიან დიდი ფასდაკლების აქცია გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბაზარზე შეინიშნება ლარის კურსის გაუფასურება და დოლარის გაძვირება, ამ ყველაფრის მიუხედავად კომპანია ნოვა თავის მომხმარებელს ანებიურებს და სთავაზობს ფასდაკლებას საახალწლოდ როგორც თბილისის ფილიალში, ასევე ბათუმის ფილიალში. მათში შედის რა თქმა უნდა თვითონ ტემპოს საღებავებიც, ანუ როგორც წყლოვანი, ასევე ეგრეთ წოდებული ჟარგონულად ვთქვათ ზეთოვანი საღებავებიც, რაც ძალიან ფართოდ დამოდებული საქართველოში. ფასებსაც შეეხება, ვიტყვი ესეც, რომ ანუ ფასადის უბრალო საღებავი, რომელიც დღეს ქართულ ბაზარზე ვთქვათ ყველაზე დაბალი სეგმენტის, რასაც შეიძლება ვუწოდოთ ღირს 85 ლარი საშუალოდ. ტემპოს შემთხვევაში გვაქვს ანუ გაუმჯობესებული ფორმულით, სილიკონიანი ფორმულით, იგივე ფორმის საღებავი, დიდი ვედროებს რაც შეეხება დაახლოებით 75 ლარის ფარგლებში. ანუ გაცილებით დიდი ფასთა სხვაობა გამოდის და ხარისხი უკეთეს და ანუ ასე ვთქვათ ბაზარზე არსებულთან თავის კონკურენტებთან შედარებით უკეთესი არის. ანუ გაცილებით მეტ ხანს არის მისი გამოყენება შესაძლებელი, ასე ვთქვათ, გამოყენების შემდეგ ფასადზე უფრო დიდ ხანს ინარჩუნებს იერსახეს, ასევე მის ფორმულაში შემავალი, ასე ვთქვათ, ფორმულიდან ერთ-ერთი არის ის, რომ ჭუჭყს არიკავებს და არიტოვებს, ანუ როდესაც ფასადზე ჭუჭყი ხდება ის ბუნებრივი გზებით, ანუ წვიმით და ასე შემდეგ ჩამოირიცხება და რჩება ის ფერი და ის იერსახე, რაც შეღებვისას მივიღეთ. ანუ აქვს უნარი, თქვა გაიწმინდოს. წმენდის უნარი აქვს, ასე შეიძლება ითქვას. ასეთი ტიპის საღებავები არის შიდა ოთახებისთვისაც განკუთვნილი თუ არა, თქვა იგივე სამზარეულოსთვის. შიდა ოთახებისთვისაც არის კი ბატონო, არის სპეციალური, ანუ ზოგადად ქართულ საზოგადოებაში სამწუხაროდ ხელოსნების დამკვიდრებული მეთოდი არის ის, რომ სველი წერტილები, ეგრეთ წოდებულ სველი წერტილებში უნდა გამოიყენონ ფასადის საღებავი, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ანუ ფასადის საღებავი შიდა სამუშაოებზე გამოყენების შემთხვევაში კედელს უკარგავს სუნთქვის ფუნქციას. ანუ იმ ფუნქციას
ფარავი ისე რომ არაჯანსაღი ხდება უკვე შიდა სივრცისთვის. ორთლი რომელიც ვთქვათ ოთახში გროვდება გარკვეულწილად კედლებიდან გაედინება და როდესაც ჩვენ ფასადის აღებავით შევღებავთ ამ კედელს ვერ გაიწოს დაგროვდება კედელზე მოხდება ასე ვთქვათ დანამვა მერე მან გაჩნდება სოკო ობი და შემაწუხებელი სუნი. აი ესეთი პრობლემები რო არ დამდგარიყო ტემპომ შემუშავა შიდა სამუშაოებისთვის შესაბამისი სილიკონიანი საღებავი რომლის გამოყენების შემთხვევაშიც აღნიშნული პრობლემა აღარ იქმნება კედელი არ კარგავს თავის იმ ფუნქციას რაც გააჩნდა ინარჩუნებს თავის პირველ ფუნქციას და ამავდროულად უზრუნველყოფს ასე ვთქვათ ძველ წერტილებში ძირითადად წყლის მოხვედრისას ან რაღაცა გაისვარა და გაწმენდის სურვილი აქვს მე პატრონს ამ შემთხვევაში საღებავი არ ფუჭდება, არ ეცლება ზედაპირს და არ ირეცხება. არ ირეცხება შეგულისხმობ, რომ ეს საღებავი არ ჩამოიღვინთება წყლის დასველების შემთხვევაში. ანუ სილიკონის ტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული საღებავი, დამატებული სილიკონის დანამატი, რითაც მოხდა მისი ფორმულის გაძლიერება. გასაგებია. სამწუხაროდ ჩვენ პირველი ბლოკი უნდა დავასრულოთ გადაცემისა და მეორე ბლოკში ამ საინტერესო თემითვე გავაგრძელოთ ალბათ დიალოგი. ნოვა დაზოგეთ დრო იყიდეთ ხარისხი პირდაპირ ეთერში გრძელდება გადაცემა ნოვა ჩვენი სტუმარია კომპანია ნოვას გაყიდვების მენეჯერი რომა კვიციანი და მასთან ერთად ვსაუბრობთ იმ ახალ ბრენდზე რომელთანაც პარტნიორობას აცხადებს ნოვა და ნოვას მაღაზიებში ამიერიდან გაიყიდება ტემპოს სახელწოდების მქონე საღებავები რომასთან ერთად ვისაუბრეთ და რომამ აღვიხსნა რომ ეს საღებავები შედარებით მაღალი ხარისხის და შედარებით იაფია არის თურქული ბრენდი ხო? დიახ მაგრამ მისი მთავარი ეს თქვა სავიზიტო ბარათი არის ის რომ მზადდება გერმანული ტექნოლოგიით. კი ბატონო. მოდი დავამთავროთ ის თემა, რითიც მივუახლოვდით გადაცემის პირველი ნაწილის დასასრულს, რომ ტემპოს თავაზობს მომხმარებელს სილიკონის შემცველობის მქონე საღებავს, რომელიც როგორც შენ აღნიშნე, ქართველი ხელოსნების მიერ არასწორად დამკვიდრებულ მითს ამსხრევს იმის შესახებ, რომ სამზარეულოებში უნდა გამოიყენებოდეს აუცილებლად ფასადური. კიდევ ერთად დეტალურად გავმარტავ, იმიტომ რომ რაც შეიძლება მეტი სონელისტის იყოს გასაგები, რომ როდესაც ფასადურ საღებავს ხმარობთ იგივე სამზარეულოში, ანუ იქ-სადაც სველი წერტილებია, კედელი იბლოკება და მას ის ჯანსაღი ფუნქცია სუნთქვის, რაც ბუნებრივად უქმდება და შესაბამისად ხელშეწყობა ხდება იმისა, რომ გაჩნდეს უკვე კედელზე ობი და ნესტმა იმძლავროს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად იდეალური ვარიანტია, როგორც ბატონმა რომამ აგვიხსნა, სილიკონის შემცველი საღებავი, რასაც გვთავაზობს ტემპო, გამოირჩევა ორი ფუნქციით. კედელი არ კარგავს ფუნქციას და სუნთქავს ეს ერთი და მეორე ამავდროულად შესაძლებელია რაიმე ლაქის გაჩენის შემთხვევაში თავისუფლად გაწმინდო და არ ზიანდება საღებავი ინარჩუნოს პირველად სახეს. კი ბატონო. გონის სწორად ჩამოაყალიბე ეს ყველაფერი. ზუსტად ჩამოაყალიბეთ ის რაც თქვი და ასე ვთქვათ საზოგადოებამ უნდა იცოდეს. მნიშვნელოვანი არის. აქვე დავამატებდი იმას, რომ ზოგადად ეს საღებავები არის ყველა თეთრი ფერის, მაგრამ ამის მიუხედავად შესაძლებელია სილიკონის შემცველი საღებავები? სილიკონის შემცველიც და ზოგადად ჩვეულებრივ ნებისმიერი წყალემუზია რაც არის გამზავებელს რასაც ეძახიან. ეს არის ყველა არის თეთრი ფერის, მაგრამ არის საშუალება მისი შესაბამისი ასე ვთქვათ კოლორანტებით ფერის დაყენება. ჩვენს მომხმარებელს ახალი წლიდან უკვე შევთავაზებთ ახალ სერვისს და გვექნება სპეციალური კომპიუტერული დანადგარი, რომელზეც შეგვეძლება 50000-მდე ფერის შერჩევა და დაყენება ქარხნული გარანტიით, ასე ვთქვათ, რომ საღებავი იქნება ისე, როგორც ზუსტად ის ფერი, რასაც კომპიუტერში დაადგეთ. კატალოგზე შევარჩევთ და რასაც შევარჩევთ, ზუსტად იმ ფერს მივიღებთ საღებავს. და იქნება, ასე ვთქვათ, იგივე ქარხნული წარმოების დონის და ხარისხის. ხო, ეს ასე ვთქვათ არ არის ახალი. ეს არის დამკვიდრებული პატარა მაღაზიებს აქვთ, მაგრამ არის ამ შემთხვევაში ის, რომ საქართველოში არსებულ ანალოგებთან შედარებით გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი და იაფი იქნება. ეს და იქნება, ასე ვთქვათ, ბრენდული და არა უსტარული. დიახ, რა თქმა უნდა. მოდი ასე ვთქვათ. შედის თუ არა კომპიუტერული ეს მომსახურება ღირებულებაში საღებავისა? ანუ საღებავის ღირებულებაში კომპიუტერულ მომსახურების ღირებულება არანაირად არ შედის და ეს კომპიუტერული მომსახურება არის უბრალოდ უფასო ასე ვთქვათ და მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული. ანუ ბონუსია. რა თქმა უნდა, ანუ დამატებით ამის მომსახურებაში არანაირი გადასახადის გადახდა მომხმარებელს არ მოუწევს. მომხმარებელი გადაიხდის მხოლოდ საღებავის და იმ შესაბამისი პიგმენტის, რომელიც იქნება საჭირო იმპერიის მისაღებად. დანარჩენი ასე ვთქვათ მომსახურეობის ან კომპიუტერული ან კონსულტაცია ან რაღაცა ეს არის ყველაფერი უფასოდ და ამის ასე ვთქვათ ფასით და
რაღაც შეთავაზება არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ანუ ზოგადად აი ამით ხდება პროდუქციის გაძვირება და ეს ჩვენთვის არ არის მისაღები ფორმა. ანუ თქვენ პირიქით ამას თავაზობთ დამატებით სერვისად, რომ გაუადვილოთ მუშაობა. კლიენტ შეუძლია მოგზანდეს, შეარჩიოს, შეუძლია უარი თქვას შერჩეულ ფერზე, რომ აღარ უნდა დავაყენოთ ეს ფერი, მას ამისთვის არანაირი დამატებით ან საჯარიმოს გადახდა ან რაღაცა ესე არაფერი ანუ მაგის მომსახურება არ იქნება ფასიანი. ეს ფაქტობრივად საქმეს გაუადვილებს უბრალოდ, რა თქმა უნდა. შემძენს და იგივე ხელოსანს, რომელიც იქნება ის ადამიანი, ვინც თქვა დაიქირავა მომხმარებელმა და უნდა შეღებოს. რა თქმა უნდა. ანუ დამატებითი ბერკეტი და ასე ვთქვათ შისის ფაქტორი ის არ იქნება, რომ ამაში რაღაც გადასახადი ექნება. კიდევ ტემპოს საღებავებში ძალიან დასაწყისში ვახსენეთ, რომ გვაქვს ასე ვთქვათ ზეთოვანი საღებავები, ანუ სინთეტიკური საღებავები, რომელთა უპირატესობას გახლავთ ის, რომ ეს საღებავები არ შეიცავს ტყვიას და არომატიზატორებს, რომელიც ევროსტანდარტებით არის ასე ვთქვათ უკვე აკრძალული ევროპის მრავალ ქვეყანაში და მიზეზი გახლავთ ის, რომ ეს ტყვია და არომატიზატორები იწვევენ ასე ვთქვათ სიმსივნურ წარმონაქმნებს ადამიანის ორგანიზმში და ეს ყველაფერი არის გათვალისწინებული ჩვენ საღებავში ტემპოში, რომელიც არ შეიცავს არც ტყვიას და არც არომატიზატორებს, რომელიც გაცილებით უფრო მეტად უადვილებს მომხმარებელს მის გამოყენებას. ანუ პლუს გარდა ამისა ჯანსაღი არის. ჯანსაღი არის და ზოგადად ყველას აქვს ასე ვთქვათ საღებავთან შეხება და მისი არასასიამოვნო სუნი, რომ მძაფრის სუნი ზდის და გვაწუხებს და აწუხებს ადამიანს. მსგავსი სუნი ამ შემთხვევაში ამ საღებავებს არ გააჩნიათ. აქ ძალიან დაბალი დონის რაღაცა მცირედი სუნი, რომელიც გაშრობისთანავე ქრება. ჩვეულებრივ ბაზარზე არსებულ საღებავებში ეს კრიტერიუმი არ არის დაცული, ასე ვთქვათ და გაშრობის შემდეგ შეიძლება ის რამოდენიმე წელი გაგრძელდეს იმავე ოთახში ამ საღებავის სუნი სპეციფიკური სუნის დამკვიდრება მოხდეს იმ კონკრეტულ სივრცეში. ტყვია და არომატიზატორები. პრინციპში დასასრულს მივახოდით პირდაპირ ეთერში საუბრისა, ჩვენი დრო ამოიწურა და ასე ვთქვათ ერთგვარი რეზიუმე რო გავაკეთოთ, ფასი არის ძალიან ხელმისაწვდომი და ხარისხით უფრო მაღალი, ვიდრე ვთქვათ ამ საშუალო სეგმენტის ბაზარზე წარმოდგენილი საღებავები. დიახ, რა თქმა უნდა, ანუ ფასი და ხარისხი იყო ჩვენი ძირითადი ორიენტირი, როდესაც ვარჩევდით აი სამღებრო სამუშაოებისთვის პროდუქციას და პარტნიორს. და ჩემი აზრით და ჩემთვის პირადად უფრო მნიშვნელოვანია ჯანსაღია საღებავი და არ შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს. პლუს გარდა ამისა ის რასაც ახალი წლიდან შესთავაზებთ მომხმარებელს არის სიახლე თქვა თქვენს მაღაზიებში, რომ იქნება სპეციალური კომპიუტერები, რომელთაც ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე მომხმარებელს, რომელიც შეიძენს საღებავს, იქნება საშუალება დააყენოს მისთვის სასურველი ფერი და არ იწვალოს მან და ხელოსანმა ამაზე და არ დაკარგონ დრო. რთულია ხელოსნის მიერ ფერის დაყენება და არ მოუწიოთ მე უკვე შეღებილი სივრცის ხელახლა გადაღება სასურველი ფერის მისაღებად. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონმა რომა კვიციანმა, კომპანია ნოვას გაყიდვების მენეჯერმა გაგვაცნო ახალი ბრენდი ტემპო, რომელიც არის თურქული და ამზადებს საღებავებს გერმანული ტექნოლოგიით. ამ სახელწოდების საღებავები კომპანია ნოვას მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ. გადაცემა ნოვა კი ზუსტად 1 კვირით გამშვიდობებად ნახვამდის. პროფესიონალური რჩევები და მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარება. გადაცემა ნოვა. მათთვის, ვინც დაკავებულია რემონტითა და მშენებლობით, თქვენს აქტუალურ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში პროფესიონალები უპასუხებენ. ნოვა. დაზოგეთ დრო, იყიდეთ ხარისხი.